HR Hub 2017 წლიდან მართავს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს და ამ ფესტივალების მიზანია სამუშაოს მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებელთან და დასაქმების ხელშეწყობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. სწორედ ამიტომ 17 მარტს ხვალ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში გუდიაშვილის 7 ნომერში გაიმართება დასაქმების მასშტაბური ფესტივალი, დასაქმებისა და განათლების მასშტაბური ფესტივალი. აქ იქნება წარმოდგენილი 20-ზე მეტი ორგანიზაცია სხვადასხვა ვაკანსიებით. დასწრება შეუძლია ყველა სამუშაოს მაძიებელს, შეზღუდვა არ გვაქვს რა თქმა უნდა, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს ადგილზე, გაესაუბროს დამსაქმებელს და იპოვოს მისთვის სასურველი სამსახური. ფორმატი არის ძალიან მარტივი და ისეთი მოსახერხებელი, საინტერესო. წარმოდგენილი იქნება ეს 20 სხვადასხვა ინდუსტრიიდან ორგანიზაცია და მოსულ სტუმარს შეუძლია პირდაპირ არჩიოს მისთვის საინტერესო დამსაქმებელი და მოუყვეს მისი გამოცდილების ცოდნის შესახებ და დამსაქმებლები კი წარმოადგენენ მათი ცოდნის გამოცდილების კომპეტენციების შესაბამის ვაკანსიებს. აი ცოდნაზე და გამოცდილებაზე საუბრობთ ქალბატონო ანა და საინტერესოა ეს აუცილებელი ამბავია ამ ფესტივალის ფარგლებში, იმიტომ რომ ხო შეიძლება ადამიანს საერთოდ არ კონდეს გამოცდილება. აქვს უფლება რომ მოვიდეს და მიიღოს. რა თქმა უნდა, ყველას ველოდებით, ყველა სამუშაოს მაძიებელს ველოდებით, მათ შორის სტუდენტებს, ახლად კურსდამთავრებულებს, ვისაც გამოცდილება ჯერ არ აქვთ და ნულიდან იწყებენ კარიერას, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობებიც არსებობს ჩვენს თან წარმოდგენილ კომპანიებში. აი რა უპირატესობა აქვს თქვათ ხვალ მოსულ დასაქმების მაძიებელს რა უფრო უპრიანია პლატფორმით მოხდეს მის მიერ ახალი სამუშაოს მოძიება თუ პირდაპირ შეხვდეს HR მენეჯერს. დიახ, ძალიან კარგი. იმიტომ რომ ყველას ხო არ აქვს ეს ამის საშუალება რომ ხვალ მოვიდეს. ვიცი რომ ძალიან დიდი ამბავი იქნება ხვალ. კი, ყოველთვის ბევრ სამუშაოს მაძიებელს მასპინძლობთ ხოლმე. უპირატესობა არის ის, რომ ხვალ მოსულ კანდიდატებს აღარ უწევს ის ბარიერის გავლა, რასაც ქვია მაგალითად ჯერ რეზიუმეს გაგზავნა და შემდეგ უკვე დამსაქმებლის მიერ მათი დაბარება გასაუბრებაზე. აქ უკვე შეუძლია პირდაპირ მივიდეს დამსაქმებელთან და წარადგინოს საკუთარი თავი, ის უპირატესობები, ცოდნა და უნარები, რაც მას გააჩნია. ამიტომ ძალიან გამარტივებულია ეს პროცესი და პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა იქნება.